Eglisa, Bartolomesi, Matatas, Tomasi, Dame, Habitamos, Professori, Samino, Cartota, Gamata, Belisa, Hero, Christian, Mebedo, Mirianis, Navasita, Constantinida, Helenesita. Quartisa, Saucoisa, Zegadamosolis, the Sotis, Solis, Milum Vinarisa, Tiva Mortebulisa, the Seti Jurisata. Dame, Habita. Spinata, Supriuta, Dita, Mozorta, Grigori Tismapolis, Perisa, Nicolas, Luki, Tower Episcopus, Sabro, Dame, Habita. Ixis a Mamis, a Chinese, a Ioannis, and the Zelisa, the Autorata, Mr. Wazapeta, Abba, Yosef, Belisa. Zenon Altuelis, Alvis, David Garagelis. Dame, Habita. Leomosilis, Didmos, Amisa, Georgis, Cahetis, the Nupis, Samisa, Belisa, Ketevanis, and Mozamisa. Exiatasta, Mamata, Garage, Sudamus, Siatasta, Parazota, and Filisashin, and Mozodota. Dame, Habita, Mozameta, Bizina, Shaw, Maris, Albertis Tower, David, Constantinis, Rajan Giro, Mozamisa, Sotin Satelisa, Tulelis, Gobronis, Constantikahis, Shushan, Palisa. Dame, Habita. Spinata Shoris, Mamisa, Chenisa, Vasili Didisa, Romlisa, Vasili Didisa, Dame, Habita, Spinata, the Martal, Shogol, Tisata, Nasita. The old Tatsminam, the Shevits, Alnes, the Matshones, Vitars, Sahiras, Asmopare. Sahelita Mamisata, Dadisata, Dasulisata, Visata, Shentanars, Merti. Idero the Malva, where's the Andel Visatus? Gilsat, Martin, the Zeus. Gaxot. Pushinikox and the Theodoro Tirolis. Now, Itzites Historia, Agram, Siredit Government. Prodesats Martin, the Blue Wake, Avia Remulina. Neba Darturi, Morzunetatis, Esaris, Constantine Didis periodi, Machine at home, Gansco Muliazre, Gansco Muliazrisano, Swa Julius Mindevari, Julian Jugala, Arda Tafel, Pagalita Titman, Ecclesia, Shepar with Trebi, Christianobis, Martha de Bubis, Arios Mindarubi, Arian Elubi. Problems მოჩვენებით აღიარებენ მართლმადიდებლურ სწავლებას უფლის შესახებ სამებაზე, მაგრამ გულში შინაგანად საყარების სიტყვას თუ დავესესხებით, იყვნენ ტაცებელი მგლები, ანუ კრავის ქუხში გამოწყობილი მგლები, რომლებიც ეკლესიას შიგნიდან არდებდნენ. მოკლედ შეურაცხყოფდნენ წეს, ჩვევას და სწავლებას. და აი ერთ-ერთი იმპერატორის დროს, როდესაც დიდმოწამე თეოდორე ტირონი წამებით აღესრულა, იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებია მართლმადიდებელი მრევლისთვის და უბრძანა ქალაქის თავს, რომ ბაზარში ყველა პროდუქტი ნაკერბავის ესეთ შეევალათ. და შემდეგ, როდესაც ამას ქრისტიანები უცოდინობის გამო შეიძენდნენ და შეიმზადებდნენ საკვებს, შემდეგ ყოფილიყო საყვედრებელი და დასაცინი. მაგრამ ქალაქის ეპისკოპოსს გამოუჩნდა თეოდორე ტირონი, რომ უთხრა გაართულა, რომ არაფერი არ შეეძინათ საკვები და შეემზადებინათ დამბალი, ხორბალი, რომლითაც ერთი კვირის განმავლობაში შეძლებდნენ, რომ ეს მართვის პირველი პერიოდი დაეცვათ სიწმინდით. მართლმადიდებლობა არის დიდი ჯილდო ღვთისაგან მოცემული ჩვენზე, იმიტომ რომ გვასწავლის ერთგულებას, გვასწავლის თავდადებას, ქრისტეს სიყვარულს, ქრისტეს სიყვარულით მოყვასისადმი სიყვარულს.
მართლმადიდებლობა არის ძალა, როგორც სახარება ამბობს, ჯვარი და ჯვარცმული არის მორწმუნეთათვის ძალა და შეწევნა, ხოლო ურწმუნოთათვის სიცოცხლე და სიგიჟე. მოკლედ თეოდორე ტირონის ესეთი ზრუნვით მრევლი და ეკლესია გადარჩა იმ ხელოვნურად შექმნილ შეურაცხყოფას. დღესაც იგივე გრძელდება, ხო? ნებითუნებიათ ადამიანები, რომელთაც სურთ ეკლესიის დაკნინება, რაღაც 1000 ხრიკებს მოძებნიან და მერე იწყებენ ყვედრებას ეკლესიის მიმართ. და დღევანდელ დღეს მთელ სამართალდიდულოში ხატებით, ჯვრებით ხდება მსვლელობები და იკითხება პარაკლისი, რომელშიც საგანგებო მუხლები არის ჩართული. რომ ზურგს ვაქცევთ და არ ვეთანხმებით სხვადასხვა სწავლებს, რომლებიც ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სწავლებას ამრუდებს და შეურაცხყოფას აყენებს. და ამას ხმამაღლა მღვდელი კითხულობს და ერი ამოწმებს ხმამაღალი ესეთი და სიტყვით, რომ განვეშორებით და განუდგებით და შევაჩვენებთ. აი ამ ყველა მწვალებლობას და უჯეროს სწავლებას, რომელიც ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოა. მოკლედ ეს დიდი დღესასწაულია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ესე აღნიშნა, იმიტომ რომ ეს არის სულის საცხოვრებელი სწავლება, წმენა და ეკლესია, რომლის წინამძღოლი და თავი არის თავად იესო ქრისტე. მოკლედ დიდი დღე გვაქვს დღეს და მადლობთ ღმერთს ამისათვის. მარხვის, დიდი მარხვის პირველი კვირა იწყება ამ დღესასწაულით, მართლმადიდებლობის ზეიმით. და ეკლესიის ისტორია ყოფა თეოდორე ტირონის შეწევნასა და დახმარებას. პირველი კვირა ჩვენ მოვისმინეთ ანდრია კრიტელის კანონი, სინამდვილის კანონი. და ეგ ძალიან ბევრი ყურადსაღები და მნიშვნელოვანი საგალობელი ითქვა, წავიკითხეთ. და ეს ალბათ თითოეული ჩვენთაგანი ამას ყოველთვის უნდა განვიცდით. რადგანაც ვისაც სინამდვილე აქვს ჩადენილი ცოდვების საკუთარი ცოდვების მიმართ, ვისაც აქვს განცდა და სინამდვილე ძველი აღთქმის აი ამ შეცდომების, იმ მამების, ბიბლიური წინაპრების ასაკო აი იმ შეცდომებისა, მაშინ ის თავადაც უკვე იქნება სიფხიზლით და სიფრთხილით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საფუძვლები გავიცოდოთ. ჩვენი სარწმუნოება მხოლოდ სამხის დათებაზე არ უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს. როგორც მოციქული ამბობს, სარწმუნოებას აშინა მეცნიერებას ეძებნით, ანუ კითხულობდით და მამების სწავლებას, სახარების განმარტებას, გულს, გონებას, ყურს უნდა უთმობდეთ, რომ შევიმეცნოთ რა არის მართლმადიდებლობა, ჭეშმარიტება. დღევანდელი დღე არის ჩვენთვის ძალა და სიხარული. დღევანდელი დღე არის ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი შეიძლება იყოს ძალა, მოწმობა იმისა, რომ ეს მარხვა, ხანგრძლივი მარხვა გავლიოთ მოთმინებით, ღვთისადმი იმედითა და ღვთისადმი მორჩილებით, რომ საკუთარ თავს მივცეთ, სულს მივცეთ იმისი საშუალება, რომ მარხვის ლოცვით უგროვებაში საკუთარი თავი დავინახოთ უფრო უკეთესად და ღმერთს შევავედროთ ჩვენი სულის ცხოვრება. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობთ ყველაფრისათვის უფალს და ვევედრებით. შეგვინდოს და დაგვიცოს და დაგვიფაროს ყოველი ხილული და უხილავი განსაცდელისაგან და ზღურთისაგან და ებრემასულის ლოცვას ყველა ვამბობთ და კიდევ გავიმეორებთ, რომ გქონდეს უნარი საკუთარი ცოდვის განცდის და არა გამკითხვის. მამები ამბობენ, ვინც საკუთარ ცოდვას ხედავს, ვინც სიკვდილზე ფიქრობს, სულიერ სიკვდილზე და შემდეგ რასაც მოყვება ხორცელია ესეთი სიკვდილი, ვინც ამ სიკვდილზე ფიქრობს, მაშინ მას უკვე აღარ რჩება არათუ დრო, სურვილი სხვაგან იკითხოს და სხვისი საქმეების რჩევა დაიწყოს.
და წინასწარმეტყველი დავითი კიდევ ამბობს, სიბრძნე არის შიში უფლისა, ვისაც ღვთის შიში და სიყვარული აქვს, მისთვის სათა სასუფევლისაგან მიმავალი გზა. ვიწროა ეკლიანია, მაგრამ იმედით სავსეა, რადგან ვამბობთ და ვიცით, თუ კი ჩვენთან არის ღმერთი, მაშინ აღარაფერს აღარ გვეშინია. თუ კი უფალი ჩვენი შემწერ და მფარველი არის, მაშინ ვერაფერი ხილული და უხილავი ვერ დააკლებს ჩვენს რწმენას და ჩვენი სულის გადარჩენის ცხონების საქმეს. ღმერთმა დააგრძელოს. გილოცავთ დღესასწაულს. ჩვენთან არის ღმერთი.